ვაგრძელებთ SQL მონაცემთა ბაზების შესწავლას Harvard-ის პროგრამის გამოყენებით და დღეს უნდა განვიხილოთ ის საკითხები, რაც წინა გაკვეთილებზე განვიხილეთ თეორიულად და დავინახოთ, როგორ ხდება სხვადასხვა ცხრილებს შორის, სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ ცხრილებს შორის ამ კავშირების არსებული კავშირების გამოყენება და აქედან ინფორმაციის ამოღება ისე, როგორც ჩვენ გვინდა და სასურველი შედეგის მიღწევა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ვისწავლოთ აი ასეთი რამ, რასაც ქვია subqueries. ქართულად შეიძლება ამას დავარქვათ ჩალაგებული სელექტები, ჩალაგებული კითხვები, ჩაკითხვებიც შეიძლება დავარქვათ. მაგრამ მოდით ნახოთ ტერმინმა რო არ დავაუბნიოს ზუსტად ეს რას ნიშნავს. პირველ რიგში იმისათვის რომ ეს მივხვდეთ, გავიგოთ ზუსტად ეს რას ნიშნავს. მოდით ესეთი მაგალითი განვიხილოთ, ერთი ბევრთან მაგალითი ვნახოთ და ნახოთ როგორ გამოიყურება ერთი ბევრთან დაკავშირება ცხრილებს შორის და როგორ შეიძლება ამ ცხრილებიდან ინფორმაციის ისე ამოღება, როგორც ჩვენ გვინდა. მოდით აბა შევხედოთ აი ამ ცხრილს. წიგნების ცხრილია, სადაც როგორც ხედავთ, სათაურების შესახებ ინფორმაცია არის კონკრეტული ცხრილების შესახებ, მაგრამ ნახეთ publisher ID სვეტიც აქვს. ანუ ნიშნავს სავარაუდოდ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა მეორე ცხრილთან არის დაკავშირებული, ხო? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ publisher-ების ცხრილთან არის დაკავშირებული, ანუ გამომცემლების ცხრილთან. მაგრამ აი მხოლოდ კონკრეტულად ამ ცხრილს თუ შევხედავთ, შეუძლებელია გავიგოთ რეალურად მაგალითად ეს minor detail, აი ეს კონკრეტული პირველი რაც არის ჩანაწერი ეს წიგნი, რომელმა გამომცემლობამ გამოსცა, რომელმა publisher-მა გამოსცა, ხო? ამის გაგება ამ კონკრეტული ცხრილიდან შეუძლებელია. ერთადერთი რასაც აქედან ვიგებთ არის გამომცემლის ID, მაგრამ გამომცემლის შესახებ ინფორმაცია ამ ცხრილში არ არსებობს, ხო? ამისათვის რეალურად აუცილებლად დაგვჭირდება მეორე ცხრილიც, რომელიც გამომცემლების ცხრილია. და რეალურად მე თუ მინდა გავიგო აი ეს minor detail, რომელი გამომცემლობის გამოცემულია, ჩავიხედები publisher ID სვეტში, ვნახავ რა არის მისი ID, მერე ჩავიხედები publishers ცხრილში და იგივე ID-თ, ანუ ამ შემთხვევაში 5-ით მოვძებნი Fitzgeraldio editions, აი ესეთი გამომცემლობაა, ხო? და შესაბამისად აი ასე აღმოვაჩენ, რომ სინამდვილეში Fitzgeraldio editions არა მხოლოდ ერთი წიგნი აქვს გამოცემული, არამედ ამ შემთხვევაში ჩანს, რომ ორი წიგნი აქვს როგორც მინიმუმ გამოცემული, ხო? ამ კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე. შესაბამისად, რომ ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს select-ი, რომელიც ამას აკეთებს, მოდით პირველ რიგში გავაკეთოთ ისეთი, აი ჩვენ აქამდე რა ლოგიკასაც გავყევით, ხო? ჯერ აქ შევხედეთ ამას, მერე ვთქვით, რომ აი publisher ID უნდა გავიგოთო, მერე ვთქვით, რომ ID შესაბამისი ID-თ publishers ბაზაში უნდა ვიპოვოთო. აი ეს publishers ცხრილში ეს ლოგიკა, ასე ვთქვათ, ხო? მოდით ახლა ჩვენ ერთად განვავითაროთ select-ის გამოყენებით. ნახეთ? ჯერჯერობით დავწეროთ აი ასეთი select-ი. ავიღოთ ID publishers ცხრილიდან, ანუ ამოვიღოთ მხოლოდ ID-ები publishers ცხრილიდან, სადაც publisher-ის სახელი არის Fitzgeraldio editions. Okay? მარტივი select-ია, არაფერი, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული. ეს რეალურად დაგვიბრუნებს ID-ს ამ კონკრეტული შემთხვევიდან, publisher-ს ცხრილიდან რომ ამოვიღოთ, მხოლოდ ID-თ და publisher-ში სახელში რომ მივუთითოთ Fitzgeraldio editions-ი, დაგვიბრუნებს 5-ს, ხო? იმიტომ რომ ამისი ID არის 5. შვენიერი, კი ბატონო. შესაბამისად მერე ავდგეთ და ეს 5 გამოვიყენოთ სხვა select-ში. Select title from books. ამოვიღოთ სათაურები წიგნების ცხრილიდან. მოდით ახლა წიგნების ცხრილს დავაკვირდეთ. ნახეთ, ჩვეულებრივი title სვეტი აქვს და აქვს ასევე publisher ID, ხო? შესაბამისად, აი აქ ჩვენ არა მხოლოდ title-ს ვიღებთ, არამედ ვუთითებთ, რომ where, სადაც publisher ID უდრის 5-ს. ანუ, ნახეთ, ჩვენ ჯერ თავიდან აი ამ select-ში აღმოვაჩინეთ Fitzgeraldio editions-ის ID რა იყო და აღმოვაჩინეთ, რომ აქედან გამომდინარე, თუ ამას დავასელექტებთ, მივიღებთ 5-ს, ხო? ოკეი, თუ 5-ს მივიღებთ, ავდექით და დავიმახსოვრეთ ეს 5. წავედით, ახალი select-ი დავწერეთ და publisher ID-ში 5 ჩაუწერეთ where clause-ში. შესაბამისად, ახლა მივიღებთ ისეთ წიგნებს, რომლებიც Fitzgeraldio editions-ის
გამოცემულია, რადგან მისი ID გავიგეთ უკვე, ხო? შვედიერი. მაგრამ ნახეთ, თუ არ მინდა, რომ აი ეს 5 დავიმახსოვრო ესე ზეპირად. არამედ რაც იქამდე მე სამუშაო ჩავატარე, რომ ეს 5 რო გამეგო. ეს რა სამუშაო საჭირო, ხო? იგივე სამუშაო სელექტის გამოყენებით რო გავაკეთოთ. ნახეთ? თუ გავხსნით უბრალოდ ფრჩხილებს, აი ტოლობის შემდეგ 5-იანის მაგივრად, უბრალოდ გავხსნით ფრჩხილებს. ამ ფრჩხილებში ახალ სელექტს ჩავწერთ. იმ სელექტს, რომელიც დაგვიბრუნებს ამ 5-ს. ან იმას, რაც ჩვენთვის საინტერესოა. ამ შემთხვევაში Fitzgerald Auditions-ის შესაბამის ID-ს დაგვიბრუნებს, ხო? როგორ გავაკეთებთ ამას? ავიღებთ ისევ ID-ს, ისევ publisher-ებიდან, ანუ წინა query-ს ვიღებთ და ამავე query-ში როგორც ასე ვთქვათ, კითხვა, როგორც select-ი, ისევ სვავთ. შესაბამისად, რადგან ასე ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ეს select-ი, რომელიც შიგნით ჩავსვით, select ID from publishers, სადაც publisher-ი უდრის Fitzgerald Auditions, თვითონ დაგვიბრუნებს 5-ს. ანუ ჩვენ აღარ დაგვჭირდება ხელით ჩვენს გონებაში დავიმახსოვროთ, რომ 5 ვეძებოთ ყოველ ჯერზე. Fitzgerald Auditions-ი არ არის და სხვა გამომცემლობაა, აი აქ publisher-ში ჩავწერთ სხვა გამომცემლობის სახელს და იმ გამომცემლობის ID-ს დაგვიბრუნებს. და შესაბამისად, ეს უკვე საშუალებას მაძლევს, რომ ნებისმიერი გამომცემლობის წიგნები ამოვიღო მონაცემთა ბაზიდან, თავარია შევცვალო მხოლოდ აი ეს კონკრეტული სათაური გამომცემლობის და იმ გამომცემლობის მიერ გამომცემული წიგნების სიას ამოვიღებ. ისე რომ თან აღარც დამჭირდება არანაირი ID-ების და არაფრის დამახსოვრება. შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთი ბევრთან კავშირი, ნახეთ? აი ესე one to many კავშირი. ხო? რატო არის one to many კავშირი? რეალურად ჩვენ გვაქვს, ჩვენ შეიძლება გქონდეს ერთი გამომცემლობა, რომელსაც აქვს ბევრი წიგნები. მაგრამ ერთი გამომცემლობა, რომელსაც აქვს აი აქ მაგალითად 2 ცალი წიგნი. მოდით ახლა გავყვეთ ისევ ჩვენ სლაიდებს და აღმოვაჩინოთ many to many კავშირები. და ამ კავშირების დროს როგორ შეიძლება მონაცემთა ცხრილებიდან ამ შემთხვევაში ისეთი ინფორმაციების ამოღება, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ახლა გავიხსენოთ, რომ many to many კავშირი, ანუ ბევრი ბევრთან კავშირი გულისხმობს იმას, რომ მინიმუმ 3 ცხრილი გვჭირდება იმისათვის, რომ ასეთი კავშირი ავწეროთ, ხო? მაგალითად, ერთ შემთხვევაში მარცხნივ გვაქვს ავტორები, მეორე შემთხვევაში აქეთ გვაქვს წიგნები და შუაში გვაქვს authored, ანუ უავტორა, ანუ რომელმა ავტორმა, რომელ წიგნს უავტორა, ამისი შესაბამისი ID-ების შუალედური ცხრილი გვაქვს, ხო? და ახლა უნდა ვნახოთ, როგორ შეიძლება ამოვიღოთ ამ კონკრეტული ცხრილების ერთობლიობიდან ჩვენთვის საინტერესო და ჩვენთვის, ასე ვთქვათ, საჭირო ინფორმაცია. მოდით შევხედოთ აი ამ წიგნს, მე ვეფარები, აი ამ წიგნს Flights. აი ამ წიგნს. და ჩვენ გვინდა რომ დავადგინოთ ვინ არის Flights-ის ავტორი. იმისათვის რომ ეს დავადგინოთ, პირველ რიგში უნდა შევხედოთ მისი ID რა არის. Flights-ის ID არის 78. ეს არ არის არც გამომცემლის ID, არც ავტორის ID, არა, ამ წიგნის ID-ა. ხო? ამ წიგნის ამ ცხრილის primary key არის ეს ID. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ ეს 78 მოვძებნოთ authored ცხრილში, ანუ შუალედურ ცხრილში მოვძებნოთ ეს 78. და შესაბამისად ვიპოვით კიდევაც, აი ასე. და რადგან ამ შუალედურ ცხრილში book-ის ID ვიპოვეთ, ანუ ამ კონკრეტული წიგნის ID ვიპოვეთ, ხო? შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი ავტორის ID არის აი ეს 48, რადგან ერთად არის ჩაწერილი, ხო? ერთ ასე ვთქვათ ტრიქონში. და რადგან 48 აღმოვაჩინეთ, რომ არის ავტორის ID, მე შეგვიძლია გადავიდეთ ავტორების ცხრილში და აღმოვაჩინოთ, ვინ არის ID 58-ით, რომელი ავტორია. და აი ასეთ დროს უკვე აღმოვაჩენთ, რომ ოლგა ტოკარცუკი თუ ვინც არის, მოკლედ აი ეს არის აი ამ Flights-ის ავტორი. შესაბამისად, რომ თავიდან რომ გავიმეოროთ, 78
არის ამ flights-ის ID, მინდოდა გამეგო flights-ის ავტორი ვინ არის, ამიტომ მისი ID ავიღე, ჩავიხედე შუალედ ურცხრილში, აღმოვაჩინე მისი ავტორის ID, გადავედი ავტორების ცხრილში, აღმოვაჩინე ამ ID-ით ამ იმის, რა ქვია, ავტორის სახელი. ახლა მოდი ვნახოთ ეს კონკრეტული პროცესი მთლიანად, ეხლა მე რაც გავაკეთე, როგორ შეიძლება ჩავწეროთ select-ების გამოყენებით. ნახეთ, select ID from books, ანუ ამოვიღოთ ჯერჯერობით ID, თავიდან როგორც გავაკეთეთ, ხო? პირველ რიგში ვიპოვეთ 78, როგორ ვიპოვეთ? როგორ და ამოვიღეთ ID წიგნებიდან, წიგნების ცხრილიდან, სადაც სათაური უდრის flights. შვენიერი. შემდეგ ეს ხო 78-ს მოგცემდა, მაგრამ ხო არ გვინდა რომ ეს 78 ვიმახსოვროთ. ამიტომ მოდი გადავაკეთოთ ახლა ჩვენი ცხრილი ესე. აი ის პირველი query, რომელიც წეღან აი აქ თავში გვეწერა. წარმოვიდგინოთ როგორც query, როგორც query select-ი. იმიტომ რომ 78 მოგცა და ეს 78 გვინდა რომ გამოვიყენოთ ახლა შემდეგ ეტაპზე, ხო? შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი ეტაპი არის რომ შუალედურ ცხრილში უნდა ვიპოვოთ ავტორის ID, უნდა ამოვიღოთ ავტორის ID from author, ანუ უავტორა ცხრილიდან უნდა ამოვიღოთ, სადაც book ID, წიგნის ID იქნება 78 და 78 აი ამ query-ს, ასე ვთქვათ, შედეგად დაგენერირდება, ხო? ამიტომ მივიღებთ ავტორის ID რა არის შუალედურ ცხრილში, აი ეს ისე რომ გადავიდეთ 78-ით, გადავალთ შუალედურ ცხრილში და ვნახავთ რომელ წიგნს აქვს 78 და იმის შესაბამის ავტორის ID-ს გავიგებთ, რომელიც იქნება უკვე 58, ხო? შესაბამისად მივიღებთ ეგეთ შედეგს, რომ აი ეს ჩვენი select-ი დაგვიბრუნებს, რომ აი ეს არის უკვე 58, ანუ ავტორის ID-ს გავიგებთ აი ამ კონკრეტული select-ების კომბინაციით. შემდეგ კიდევ უფრო შეგვიძლია, ასე ვთქვათ, გავართულოთ და ეს ყველაფერი კიდევ ჩავსვათ query-ში და თავში დავუმატოთ select name from authors, მომეცი სახელი ავტორებიდან, სადაც ავტორის ID არის რაღაც და ეს რაღაც რა არის? ეს რაღაც არის რეალურად აი ამ query-ს დაგენერირებული შედეგი, ხო? 58. რატო? იმიტომ რომ წეღან ამან რომ 58 დაგენერირა, ეს ავიღეთ და ჩავსვით უკვე ქვემოთ აი აქ, სადაც ავტორის ID უკვე ავტორების ცხრილში დაგვჭირდებოდა და უნდა გამოგვეყენებინა და ამით უკვე ავტორის სახელსაც გავიგებთ. ეს ყველაფერი შეიძლება ცოტათი კომპლექსური გეჩვენოთ, რადგან უკვე რაღაცა ბევრ, ასე ვთქვათ, ფენაზე შეიძლება განვალაგეთ ჩვენი select-ები. მაგრამ რეალურად ამან არ შეგაშინოთ. ახლა ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის ის, რომ გადავიდეთ ჩვენს ედიტორში და დავიწყოთ ეს ყველაფერი ჩვენით ავკრიფოთ და ვნახოთ რეალურად რა შედეგს მოგვიტანს, ვნახოთ რეალურად რა, ასე ვთქვათ, მაგალითები შეგვიძლია განვიხილოთ იმისთვის, რომ აი ამ კონკრეტულ შედეგზე გავიდეთ. გადავიდეთ ჩვენს Visual Studio Code-ში. მე ამასაც გაჩვენებთ, ესეც თქვენთვის არის მომზადებული ეს კონკრეტული იარაღი, რომელიც ვიზუალურად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მონაცემთა ბაზა. ეხლა ცარიელია, მაგრამ ჩავდვირთავ და გაჩვენებთ. ოკეი, გაიხსნას ეხლა ჩვენი ედიტორი და იქამდე თქვენ შეგიძლიათ აი უბრალოდ დაფიქრდეთ კარგად, რაზე ვსაუბრობთ, კარგად შინაარსობრივად გაიაზროთ, არავითარ შემთხვევაში არაფრის დაზეპირება არ ეცადოთ, არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ რაღაც კონკრეტული საკითხები, რაღაც კონკრეტული ადგილები ამ ვიდეოდან უნდა დაიზეპიროთ და მე ეცადოთ ხოლმე, როცა საქმეზე მიდგება, რომ თქვენ თვითონ მოგიწიოთ query-ს დაწერა, მე ეცადოთ, რომ აბა ამ ვიდეოში რაღაცას როგორ აკეთებ და მოდი გავიხსენოთ ზუსტად იქ რა ეწერა, მოდი გადავახვიო, აბა ვნახო იქ რა ეწერა და მე გადაახვიო და რო გადაახვიო იქიდან გადმოწერო ხელით. არა, ეგ არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის, რომ შენი ხელით ეცადო აკრიფო, თუ შეგეშლება და ეცადო გაასწორო, ერორი ამოვარდება, მაგრამ თუ არ შეგეშალა, ხო, კაი, მაგრამ თუ ვერ გამოასწორე ის ერორი, რაც ამოვარდება, ხო? ოკეი, მე შეგიძლია კიდე მოხვიდე და ვიდეო ნახო, გადაახვიო, ან დასერჩო, ან რაიმე გზით, მოკლედ შენი შეცდომის, ასე ვთქვათ, გამოსწორებას ეცადო. მაგრამ როდესაც გამოსწორების გზას ნახავ, მე ისევ ის რაღაც რესურსი, სადაც იპოვე გამოსწორების გზა, უნდა დახურო და ისევ შენით ეცადო, რომ გააკეთო. ამას ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ.
მშვენიერი. მოდით ახლა გავხსნათ ჩვენი SQLite 3-ის გამოყენებით ჩვენი long list DB და მოდით ახლა გავაკეთოთ ის გავიმეოროთ, ასე ვთქვათ, ის ფაქტობრივად სიმულაციასავით, რომელიც აქამდე ვცადეთ და ნახოთ ახლა რამდენად კარგად გამოგვივა იმ კონკრეტული query-ების აღწერა და იმ კონკრეტული, ასე ვთქვათ, შედეგების მიღება, რაც ჩვენ წეღან სლაიდებზე განვიხილეთ. პირველ რიგში მოდით გავაკეთოთ ესეთი რაღაც, რომ ამოვიღოთ ID Fitzgerald Editions-ის გამომცემლების მიდან რა ქვია, ცხრილიდან Fitzgerald Editions-ის ID ამოვიღოთ. ვიპოვოთ რა აქვს ID მას. ხო? ეს იყო პირველი, ასე ვთქვათ, ნაბიჯი. არა ბევრი ბევრთან კავშირის შემთხვევაში, არამედ ერთი ბევრთან კავშირის შემთხვევაში სლაიდზე პირველი მაგალითი რო განვიხილეთ, მოდით ჯერ ეგ მაგალითი გავაკეთოთ. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? Select ID, ამოვიღოთ ID from publishers, okay? მშვენიერი, სადაც where publisher ანუ გამომცემლის სახელი არის Fitzgerald Editions. Okay, ეს გადმოვაკოპიროთ ხელით რო არ ავკრიფოთ. მშვენიერი და გავუშვათ ეს query. როგორც ხედავთ, მივიღეთ 5, როგორც იქ ჩვენთან სლაიდებზე იყო. მაგრამ ჩვენ ახლა გვინდა ეს რისთვის, რომ ჩვენ უნდა ამოვიღოთ მონაცემთა ბაზიდან ისეთი წიგნები, რომელიც გამოცემულია Fitzgerald Editions-ის. ანუ books ცხრილიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი წიგნები, რომლის publisher ID იქნება 5, იმიტომ რომ Fitzgerald Editions-ის ID არის 5. შესაბამისად, მოდით ესეთი query დავწეროთ. Select title საიდან from books ცხრილიდან, ხო? მშვენიერი, სადაც და ნახეთ ახლა დააკვირდით books ცხრილში არის მხოლოდ publisher ID, როგორც გახსოვთ, როგორც ვთქვით, იქ მეტი არაფერი სხვა ინფორმაცია მხოლოდ წიგნების შესახებ არის, კონკრეტული შეიძლება იყოს სათაური მაგალითად, მაგრამ გამომცემლის შესახებ იქ არაფერი ინფორმაცია არ არის, ხო? მაგრამ მე ახლა შემიძლია გავაკეთო ესეთ რაღაც, რომ publisher ID უდრის 5-ს მივუწე და okay, Fitzgerald Editions-ის გამოცემული ყველა წიგნი ამომიტანა. მაგრამ ჩემი მიზანი ხო არის, რომ ხელით გამეკეთებინა ეს, ხელით მიმეცა აქ 5-იანი. ამიტომ მოდით ნახოთ ჩვენი მიზნისკენ მიმავალი რა გზა, ასე ვთქვათ, შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხელით არ მივცეთ ეს 5-იანი, ხო? პირველ რიგში გავიმეოროთ ისევ აი ეს query select title from books და მე აქ სადაც publisher ID უდრის არა 5-ს, არამედ გავხსნათ ბრჭყილი და გადავიდეთ შემდეგ ხაზზე. და ეხლა უნდა ჩავწეროთ query, ანუ უნდა čaucerot select, ჩალაგებული select უნდა ჩავწეროთ, რომელიც დაგვიბრუნებს publisher ID-ს შესაბამის ID-ს. იმისათვის რომ query ჩავწეროთ და სტილისტურად ჩვენი query კარგად გამოიყურებოდეს, მარტივად წასაკითხი იყოს, ამისათვის შეგვიძლია ინდენტაცია გამოვიყენოთ. ინდენტაცია არის რომ space-ები რო დავწეროთ ჩვენი კოდის დაწყებამდე, ნახეთ, 1 2 3 4 space-ით რო შევწიოთ აი ეს შეწევას ეძახიან ინდენტაციას. და შემდეგ ნახოთ აი ასეთი რამ, რეალურად ჩვენ ხო უკვე ამოვიღეთ ის Fitzgerald Editions-ის ID რა იყო, იმის შესაბამისი select-ი ხო დავწერეთ. მოდი ვეცადოთ გავიმეოროთ იმის შესაბამისი select-ი. აი ეს იქნება select ID, ხო? ესე. აქაც დავაწვევი enters. შემდეგ select ID from, მოდი ავკრებ publishers, აი ესე. ანუ ID გვჭირდება გამომცემელთა ცხრილიდან, ხო? მშვენიერი. და სადაც where publisher არის Fitzgerald Editions, ხო? ეს Fitzgerald Editions, okay? და შემდეგ უკვე შემიძლია აი აქ ესე დავასრულო ჩემი query-ის დაწერა და მე იმით რომ ბრჭყილი დავხურო და მე უკვე წერტილმძიმით მთლიანი
query-ც დასრულდეს. და დააკვირდით ახლა, რომ ვიღებთ წიგნების სათაურებს, წიგნების ცხრილიდან, სადაც publisher ID უდრის რაღაცას. და ეს რაღაცა არის აი ამ ფრჩხილებში რაც წერია, ამის გამოთვლის შედეგი და ამის გამოთვლის შედეგი რა იქნება? რეალურად ვიღებთ ID-ს გამომცემლებიდან, სადაც გამომცემლის სახელი არის Fitzgerald Edition-ი, ID იქნება ამ შემთხვევაში გვახსოვს რომ იქნება 5, შესაბამისად აი მთელი აი ამ ფრჩხილების მაგივრად ავტომატურად ჩაჯდება 5 და შემდეგ უკვე გამოითვლება ზედა სელექტი და მივიღებთ შესაბამის პასუხს. და როგორც ხედავთ, ზუსტად იგივე პასუხია, რაც ზემოთ გქონდა, როცა აი აქ 5 მიუთითეთ, მაგრამ ამ 5-ის მაგივრად ახლა დინამიურად გვაქვს აი ასეთი query. შვენიერი. ახლა უკვე რეალურად ვისწავლეთ query-ების გამოყენება და ახლა მოდით ვნახოთ ესეთი რამ, many-to-many კავშირიც ავწეროთ ამ შემთხვევაში, როგორც იქ გქონდა წიგნებსა და ავტორებს შორის და ვნახოთ აი აქ რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ. გავასუფთავოთ ეკრანი და დავიწყოთ აი ასეთი რამით. პირველ რიგში ჩვენ გვაინტერესებდა მაშინ რომ გაგვერკვია flights-ი ვისი დაწერილი იყო, გაიხსენეთ სლაიდებიდან flights-ი წიგნი ვისი დაწერილი იყო, ეს გვაინტერესებდა. ოკეი. მოდი პირველ რიგში გავარკვიოთ flights-ის ასე ვთქვათ ID რა არის? ამ წიგნის ID რა არის, ხო? როგორ უნდა გავარკვიოთ? შეგვიძლია ამოვიღოთ ამ წიგნის ID წიგნების ცხრილიდან from books, სადაც title არის flights-ის სტოლი. მოდი ერთ მაგის ბჭყალები გამოვიყენოთ აქ. Flights, აი ეს. აი ასეთი ასე ვთქვათ სათაური აქვს ჩვენ წიგნს და მისი ID გვჭირდება, ხო? კი ბატონო, ამისი ID, როგორც გახსოვთ, იყო 78 და ნამდვილად 78 ამოვიღეთ. ახლა რადგან ვიცით, რომ ამისი ID არის 78, შეგვიძლია ახალი სელექტი დავწეროთ და ამ შემთხვევაში შუალედური ცხრილიდან, authored ცხრილიდან უნდა ამოვიღოთ ინფორმაცია ავტორის შესახებ. ანუ ჩვენ გვჭირდება ავტორის ID. Author ID. From authored უავტორა ცხრილიდან, ხო? სადაც შუალედური ცხრილი, რომელიც იყო მარტო ID-ები რო ინახება შეგნით, აი მაგ ცხრილიდან, სადაც უკვე აი ამ წიგნის ID, სადაც აი ეს book ID იქნება აი ეს 78, ხო? დრის 78-ს. წერტილმძიმეც დაგვჭირდება. და მივიღეთ, რომ რეალურად იმ ავტორის ID, რომელმაც წიგნი დაწერა ID-თ 78 არის 58. ოკეი, რადგან ეს მივიღეთ და ვიცით, რომ ავტორის ID 58-ია, ახლა ავტორების ცხრილიდან select name, შეგვიძლია ამოვიღოთ name from authors where author ID ანდაც author ID კი არა აქვს, სავარაუდოდ პირდაპირ ID იქნება, იმიტომ რომ ავტორების ცხრილში ვართ უკვე და ავტორის ID იქნება, პირდაპირ ID ერქვა ამ ველს, ხო, სავარაუდოდ. იქნება 58, როგორც აი აქ გავარკვიეთ, ხო? გავუშვათ და როგორც ხედავთ, აი ეს ჩვენი ოლგა ნამდვილად არის აი ამ წიგნის ავტორი, ხო, ამ წიგნის ავტორი, ხო? შვენიერი, მაგრამ ახლა დავიმეოროთ ის, რაც აქამდე ვისწავლეთ, ანუ query-ების გამოყენება. ეხლა ჩვენ ეს პროცესი რაც გავიარეთ, ავსახოთ ერთ მთლიან query-ში, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ აი ეს პროცესი უკვე დინამიური ავტომატიზებული გავხადოთ ფაქტობრივად და ხელით არ ვიწევდეს 78-ის და 58-ის მითითება, არამედ ეს 78 და 58 თავის პოულობდეს და სვავდეს თავის ადგილას, ხო? ამისათვის რა დაგვჭირდება? ამისათვის დაგვჭირდება, რომ დავიწყოთ აი ამ სელექტით, მაგრამ 58-ის ადგილას ჩავსვათ query, რომელიც იქნება აი ეს სელექტი, ხო? მაგრამ 78-ის ადგილას მე ამ სელექტში შიგნით ასევე კიდევ query უნდა ჩავსვათ, რომელიც იქნება აი ეს. ანუ ფაქტობრივად ახლა ამით უნდა დავიწყოთ წერა და ყოველ შემდეგ ასე ვთქვათ ფენაზე უკან წავიდეთ და ესენი ჩავსვათ query-ების სახით, ხო? მოდით ახლა ვნახოთ ეს როგორ გამოგვივა. Select
მოიცა ეს რატო ისკროლება select, კაი, არა უშვებს. Select მინდოდა რომ თან გენახოთ გეყურებინათ, მაგრამ არა უშვებს, ესე შეგვიძლია დავწეროთ. Select name from authors. ანუ მე თავარი ჩემი ამოცანა არის რომ ავტორის სახელი მაინტერესებს, ხო? ამიტომ პირდაპირ მაგით ვიწყებ წერას. Select name from authors where სადაც ID არის უკვე ხსნი ფრჩხილს და გადავდივარ შემდეგ ხაზზე და ვიწყებ აი ესე შეწეულად წერას და მე ეს ქვერი დავწერეთ და ახლა აი ამ 58-ის გარკვევა გვჭირდება. საიდან მოდის ეს 58? საიდან? აი აქედან მოდის ეს 58, ხო? უნდა ავიღოთ select author ID from authors where book ID უდრის და მე კიდე რაღაცა დაგვჭირდება, მაგრამ მოდი ჯერ ეგ გავაკეთოთ. Select author ID ერთი, ორი, სამი, ოკეი, სამი იყოს. ზოგადად კარგია რომ 4 space გამოიყენოთ ხოლმე, მაგრამ აქ მე წეგან 4 დამოიწყებია და 3 გამოვიყენე. შეცდომა არ არის, უბრალოდ სტილისტურად 4 უფრო კარგად ჩანს რა. და გამოვიყენოთ აი ესე authored ცხრილიდან და სადაც book ID უდრის, ნახეთ, სადაც book ID უდრის 78-ს, ხო? მაგრამ არა, 78 კი არ მინდა აქ. გავხსნათ ახლა ფრჩხილი და 1 2 3 1 2 3 ბარემ 3-3-ს გამოვიყენებ ამ შემთხვევაში უკვე შეწევას. ჭირდება აი ეს select ID from books where title უდრის flights. Select ID from books where title უდრის flights. ანუ ახლა შეხედეთ ამ ყველაფერს, ნახეთ. ანუ ჩვენ კი ასე დავიწყეთ ზემოდან ქვემოთ წერა, მაგრამ ახლა მოდი ქვემოდან ზემოთ წავიკითხოთ. ამოვიღეთ წიგნი სახელად flights-ი, გავიგეთ ამისი ID. ეს ID გამოვიყენეთ, ეს ID მთლიანად გამოვიყენეთ აი ამ select-ში, სადაც ამოვიღეთ ავტორის ID, ამ კონკრეტული წიგნის ID-ის მიხედვით, ვიპოვეთ რომ ამ კონკრეტულ წიგნს რომელი ავტორის ID ჰქონდა შესაბამისობაში იმ ცხრილში. ვიპოვეთ შესაბამისად ავტორის ID და ავტორების ცხრილიდან ავტორის ID-ით უკვე ეს მთლიანი ორი ცალი ჩალაგებული საბქვერები გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ავტორის ID გვეპოვა. და მე ავტორის ID-ით გადავედით ავტორების ცხრილში და ამოვიღეთ ავტორის name. ID, რადგან უკვე ნაპოვნი გქონდა. შესაბამისად უკვე აქ შეგვიძლია ჩვენი ეს query დავასრულოთ. ოღონდ რა თქმა უნდა, ერთხელ რო ფრჩხილი გავხსენით და მეორეჯერ რო ფრჩხილი გავხსენით, შესაბამის ადგილებში ეს ფრჩხილებიც უნდა დაიხუროს, ხო? შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია აი ეს შევწიოთ და აი აქ დავხუროთ ერთი ფრჩხილი და მეორე ფრჩხილი აქ დავხუროთ და წერტილ მძიმე და გამოგვივარო რაღაცა, ასე ვთქვათ, სიმეტრიული სიტუაცია გამოგვივიდა, იმიტომ რომ აი ეს, აი აქ ეს query აქ მთავრდება და ეს აი აქ მთავრდება ესე. ეს როგორც გეუბნებით ამ spacing-ის და რაღაცების დაცვა აუცილებელი არ არის. შეგიძლიათ მთელი ეს ყველაფერი ერთ სხვადასხვა ხაზებზე კი არა, მთლიანად ერთ ხაზზე მიაყოლოთ და დაწეროთ. ან არ გამოიყენოთ ეს space-ები აქ და ყველაფერი აქედან დაიწყოთ. უბრალოდ თვალისთვის წასაკითხად ძნელი გახდება, თორე მუშაობით იმუშავებს უპრობლემოდ. გავუშვათ და როგორც ხედავთ, მივიღეთ ის შედეგი, რაც გვინდოდა, ვიპოვეთ კონკრეტული წიგნის, ასე ვთქვათ, ავტორის სახელი. შვენიერი.